2023 წლის მასწავლების სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 5. უძრავმა სხეულმა, რომლის მასა 3 კილოგრამია, მუდმივი ძალის მოქმედებით თანაბარ აჩქარებულად დაიწყო მოძრაობა. მოცემული გვაქვს უძრავმა სხეულმა შესაბამისად V0 ტოლი არის 0-ის, რომლის მასაა 3 კილოგრამი, m უდრის 3 კილოგრამს. მუდმივი ძალის მოქმედებით, ესე იგი F ტოლი არის კონსტანტის. თანაბარ აჩქარებულად დაიწყო მოძრაობა. ნახატზე გამოსახულია სხეულის მიერ გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი, მოცემული გვაქვს მანძილის დროზე დამოკიდებულება. განსაზღვრეთ, რა სიმძლავრეს ავითარებს სხეულზე მოქმედი ძალა T უდრის 1 წამ მომენტშიო კითხებიან. ესე იგი, ჩვენ უნდა გავიგოთ 1 წამში განვითარებული სხეულის მიერ განვითარებული სიმძლავრე. ხო, ახლა თუ გავითვალისწინებთ ჩვენ, რომ სიმძლავრე ტოლი არის F-ვესი, F-ი განმავლობებული ვეზე. აქედან თავისუფლად F ტოლი არის ნიუტონის მეორე კანონი და M-ასი, MAV. ეხლა ამ ტოლობაში მასა ვიცით და აჩქარება და სიჩქარეს თუ გავიგებთ 1 წამ მომენტში რის ტოლი არის, შესაბამისად სიმძლავრის პოვნას აღარ გვიჭირდება. მოდით აჩქარებისთვის პირველ რიგში მოდი აჩქარება ვიპოვოთ ჯერ, აჩქარებისთვის რა გვექნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოძრაობა თანაბარ აჩქარებულია, მოდით აჩქარება განსაზღვროთ T უდრის 2 წამ მომენტისათვის. და T უდრის 2 წამ მომენტისთვის განსაზღვრული სიჩქარე სამართლიანი იქნება T უდრის 1 წამ მომენტისათვის, რადგანაც თანაბარ აჩქარებული მოძრაობა. ამისთვის გამოვიყენოთ ის ფაქტი, რომ S უდრის V0-ts თანაბარ აჩქარებული მოძრაობისას AT კვადრატ ნახევარი პლუს მოდი T იყოს T1, რადგანაც T1 უდრის 2 წამ, მოდი მოცემულობაში ჩავწეროთ, რომ T1 უდრის 2 წამს. აქედან V0 ვიცით, რომ 0-ის ტოლია, შესაბამისად აქედან გამოგვივა, რომ S ტოლი არის AT კვადრატ ნახევრის. აქედან აჩქარება ტოლი გამოგვივა 2S-ის ფარდობისა T კვადრატთან, მომოთ აქ T1 ვინდა, აქაც T1. S-ი არის 2 წამის შესაბამისი გავლილი მანძილი, ნახოთ რამდენი არის, ეს არის 2 მეტრი, შესაბამისად ზემოთ იქნება 2 × 2 გაყოფილი T კვადრატ, T1-ის კვადრატთან T1 არის 2, 2-ის კვადრატი 4, ეს გამოგივა 1 მეტრ წამი. ანუ აჩქარება განსაზღვრეთ, მოდით ახლა დავწეროთ, ეს უდრის 1 მეტრ წამ კვადრატს. ამასთან V აჩქარების განმარტებიდან ტოლია V0 პლუს AT. V0 ანალოგიურად აქაც 0-ია, ანუ გამოგვდის, რომ V უდრის AT-ს, აჩქარება განსაზღვრული გაქვს, 1-ის ტოლია, შესაბამისად ეს იქნება 1, გამრავლებული T არის 1. ანუ გამოგვივა 1 მეტრ წამი. ესე იგი, სიჩქარისთვის მივიღეთ, რომ ეს ტოლი ყოფილა 1 მეტრ წამის. ნაირად დავწერეთ 1 მეტრ წამი, კი ბატონო, ასე. და ჩავსვათ ახლა სიმძლავრეში. მასა ვიცით, რომ 3-ია. შესაბამისად აჩქარება არის 1, სიჩქარეც 1-ია და ეს გამოგვივა 3 ვატი. ესე იგი, საბოლოოდ რო დავწეროთ 1 წამში სხეულის მიერ განვითარებული სხეულზე მოქმედი F ძალის მიერ 1 წამში სხეული ავითარებს სიმძლავრეს, რომელიც ტოლი არის N უდრის 3 ვატს. ეს არის პასუხი B.